მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი და ეს არის ჩემი 21 დღიანი პროგრამის მე-15 დღე. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა კავშირი აქვს ერთმანეთთან ჩვენს აზროვნებას, ანუ ჩვენს ფსიქოლოგიურ განწყობას და იმუნიტეტს. ამ ეს პროგრამა დავიწყეთ 2 კვირის წინ, წინა ვიდეოები შეგიძლიათ ნახოთ, იმისთვის რომ სწორად დაასრულოთ 2025 წელი და შეიქმნათ, ასე ვთქვათ, უფრო ეფექტური და შედეგიანი განწყობა 2026 წლის უფრო წარმატებულად ცხოვრებისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ვიდეოები ნახოთ ზუსტად იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც არის მითითებული დღეები. და დღეს ვსაუბრობთ ჯანმრთელობაზე, ტრადიციულად. და მინდა გითხრათ ისეთი რაღაც, რომ ჯანმრთელობაზე მოქმედებს ბუნებრივია ჩვენი ფსიქოლოგიური განწყობა, კერძოდ ის თუ რამდენად ნაკლები სტრესი გვაქვს და ამას წინა ვიდეოებში ვისაუბრეთ. დღეს მინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ჩვენს იმუნიტეტზე ჩვენი ფსიქიკა და როგორ შევუწყოთ ხელი, ასე ვთქვათ, ისეთ ფსიქოლოგიურ განწყობას, ისეთი დინაგანი მდგომარეობის ფორმირებას, რომელიც ჩვენს იმუნიტეტს წაადგება. მოდით ვთქვათ ესე ფიგურალურად, რომ ჩვენი იმუნური სისტემა რეგულარულად ათვალიერებს ჩვენს აზროვნებას, ჩვენი შინაგანი დიალოგების მონიტორინგს ახორციელებს, იმ თვალსაზრისით თუ გეგმავთ თუ არა ცხოვრების გაგრძელებას. ბუნებრივია, რაც უფრო პესიმისტურია ამ შემთხვევაში აზრები, მით უფრო ნაკლებად სჯერა ჩვენს იმუნურ სისტემას, თუ საერთოდ რამეს ვაპირებთ მომავალში და ეს მოქმედებს მის ფუნქციონირებაზე არც თუ ისე კარგად. შესაბამისად, დღეს მინდა ვისწავლოთ ერთ საინტერესო სავარჯიშო, რომელიც მოგცემს საშუალებას დავძლიოთ ეს რისკი. კერძოდ, სავარჯიშო კეთდება ასე. კეთდება დახუჭული თვალით, ხო? ხუჭავთ თვალს და წარმოვიდგენთ, ასე ვთქვათ, დროის ღერცს. წარმოვიდგინეთ, რომ დრო ესეთი მდინარესავით მიედინება წარსულიდან მომავალში. და დააფიქსირეთ რა ტრაექტორია აქვს თქვენ შემთხვევაში, ხო? დროის ღერცს შეიძლება თქვენთვის დრო მიედინება აქედან და წინ, ესე პირდაპირ შეიძლება თქვენს წინასე ჩაივლის, შეიძლება სხვა ტრაექტორია აქვს, რაღაც არ აქვს მნიშვნელობა, მიაქციეთ ყურადღება თქვენი დროის ღერძის, დროის ხაზის მომავლის ნაწილს. და ამ ღერძზე, ასე ვთქვათ, დროის ღერძზე განალაგეთ, ასე ვთქვათ, ვიზუალური ფაქტები, სურათები, ვხუჭავთ თვალს და ვხედავთ აი ამ დროის ღერძზე შემდეგ სურათებს, რომ მაგალითად საკუთარ თავს ერთ წელიწადში, რომელიც არის კარგ ფორმაში, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მაგალითად, შემდეგ სურათს ვხედავთ 3 წელიწადში, სადაც ასევე ვხედავთ საკუთარ თავს ჯანმრთელ მდგომარეობაში. შემდეგ 7 წელიწადში, 10 წელიწადში, 20 წელიწადში, 30 წელიწადში. დარწმუნდით, რომ ეს სურათები არის დიდი, ფერადი და ცოცხალი. იმისთვის, რომ თქვენმა იმუნურმა სისტემამ იცოდეს, რომ აპირებთ ცხოვრებას დიდხანს, ჯანმრთელად, ბედნიერად და კეთილდღეობით. პრინციპში ესეთი მარტივი, მაგრამ ძალიან ძლიერი სავარჯიშო, რომლის გაკეთებასაც გირჩევთ საწყის ეტაპზე კვირაში ერთხელ, შემდეგ შეიძლება ნახევარწელიწადში ერთხელ განაახლოთ უბრალოდ, ასე ვთქვათ, ეს ედვა, ესე დავარქვათ, იმისათვის, რომ თქვენს ფსიქიკაში სულ არსებობდეს ესეთი, ასე ვთქვათ, მომავლის ხედვა, რომელიც არსებულია კეთილდღეობით, რაც ძალიან კარგად მოქმედებს ჩვენს იმუნიტეტს. სულ ეს იყო დღეისათვის, ვისაც გსურთ შეუძლია მიწების მარათონში მიიღოთ მონაწილეობა, რომელიც იწყება 18 იანვარს. შეგიძლიათ ამ გვერდზე ნახოთ პროგრამა. ასევე მულის სახით პროგრამას გავაზიარებ ამ ვიდეოს კომენტარებში. დღეისათვის სულ ეს არის, გისურვებთ სასიამოვნო საღამოს და მომავალ შეხვედრამდე.